სახელითა მამისად და ძისად და სულისა წმინდისად რა უნდა მოხდეს ისეთი ანდრა გამოცდილება უნდა შევიძინოთ ანდრა ამ მდგომარეობაში უნდა მოვიდეთ რომ კმაყოფილება ვიგრძნოთ სულიერ ცხოვრებაში და უმშვიდდეთ ერთგვარ გულარხეინობას მივეცეთ რომ ყველაფერი კარგად არის ეკლესიის გამოცდილების ფონზე და იმ ცოდნით რაც ეკლესიიდან გვეძლევა ძიმე მდგომარეობაში ვართ ღმერთს ვერ ვიცნობთ ვერ ვხედავთ და ჩვენი კომუნიკაცია ღმერთთან იმდენად სუსტია რომ საკუთარ სუბიექტურ ფსიქოსომატურ შეგრძნებებშიც კი გვერევა და ხანდახან კითხვასაც კი სვავთ ხოლმე რომ აი რასაც მე განვიცდი ეს ღმერთია თუ ჩემი შეგრძნებები. ხო ნაცნობია ეს კითხვები და ხო ლეგიტიმურია ამგვარი კითხვები ჩვენი მხრიდან, იმიტომ რომ წარმოგიდგენიათ რომ ის სუბიექტური განცდები რომელიც ჩვენ გვაქვს და რომლის წყალობითაც ჩვენ აქ წლები ვდგავართ, რომ არ იყოს ობიექტური გამოცდილება ღმერთთან ერთობისა და მხოლოდ ფსიქოსომატური მდგომარეობა იყოს ჩვენი. ანუ ხიბლის მდგომარეობა რასაც ქვია. ხიბლი ეგ არის ზუსტად ადამიანს რაღაცა რო გონია და რაც არ არის სინამდვილეში. აი ეს მდგომარეობა არ გვასვენებს, როგორც ხშირად მოყვავს ხოლმე დავით მეფსალმონისის განსაცვიფრებელი სიტყვები, რომ როგორ არაძლევს იგი თავის თავს, არის მისცემს იგი თავის თავს დასვენების საშუალებას, ძილის საშუალებას, საწყლზე წამოწოლის საშუალებას, თვალების ცოტა ხანი დახუჭვის საშუალებასაც კი სანამ არ იპოვის იმ ადგილს, სადაც ღმერთი ეგულება და ეს რა თქმა უნდა ჩვენი შინაგანი სამყაროა. აი ეს მდგომარეობა არის ერთგვარი ნორმა ქრისტიანისა, თუ ის გულწრფელად, უზაკველად ცდილობს, რომ ღმერთი იპოვოს და იმიტომ არის ეკლესიაში, რომ ღმერთს ხელი ჩაჰჭიდოს, შეიძლება ასე ითქვას. ისეთი დიდი წმინდანებიც კი როგორც სიმონ ახალი ღვთისმეტყველია ამას მუდამ დარდობდნენ. წარმოგიდგენიათ სიმონ ახალი ღვთისმეტყველი, რომელიც ღმერთს მის შეუქმნელ ენერგიებში ჭრეტდა, როგორ დარდობს, რომ ჯერ ხო განცვიფრებული ღვთისიდიადი, ერთი ეს ღვთისიდიადი განცვიფრება ბუნებრივია ყველა ადამიანისათვის, ვინც სამყაროს მშვენიერებას და კანონზომიერებას ჭრეტს. მე ვისაც გამოცხადებითი ცოდნა აქვს, ანუ ჩვენ ქრისტიანებს, როცა ღმერთი შეეხო ჩვენს გულს და გვწამს, რომ ბიბლიაში ღმერთი სიტყვა და თუნდაც ყველაფერს თავი რო დავანებოთ, იქიდან ვიცით და მისი წმინდა ეკლესიიდან ვიცით, რომ ღმერთი როგორია და ვინ არის და რა მოიმოქმედა და რისთვის მოუწოდებს ადამიანს, ხო, რისთვის მოუწოდებს უკვე ეს ცოდნა, რომელიც ჩვენი რწმენის, რომელიც გულში ღმერთის შეხებიდან გამომდინარეა, ჩვენი რწმენის გარეგანი დასტურია, რომელსაც შინაგანათაა გამოძახილი. ჩვენ ბიბლიის იმიტომ კი არ გვჯერა რომ მოგვეწონა, რა კაი სიტყვები წერიაო. არა, ჩვენ ბიბლიის იმიტომ გვწამს, რომ რასაც ჩვენ ბიბლიაში ვკითხულობთ, იმის დასტურს გულში ვიღებთ. ეს თანხვედრაში მოდის. სინქრონშია ჩვენი გულისმიერი გამოცდილება და გარეგანი, თორე თუ ეს გულისმიერი არ არის, აბა წააკითხეთ ნებისმიერ ადამიანს, თუნდაც ფილოსოფოს, რომელსაც დიდებული და მშვენიერი აზრები უყვარს, თუ მიიღებს, არ მიიღებს. იმდენად განსაცვიფრებელი სიდიადეა ბიბლიაში აღწერილი, რომ ამას ვერცერთი ჭკუათყოფელი კაცი ვერ მიიღებს, თუ გულში შინაგანი დასტური არ აქვს. და როცა ჩვენ ამას ესე ვკითხულობთ და გარეგნულად, უბრალოდ სიტყვიერად, ვერბალურად ხდება ჩამოყალიბება ჩვენი ლოგიკური აპარატისათვის გასაგებად თუ რა ცოდნა მოგცა ღმერთმა გულს რო შეეხო, ხო, როცა აი ესე ეკლესიის მიერ დაღეჭილი, გამზადებული და მზამზარეული მოგვეცა, მათ წმინდა მამებმა გაიგეს. ჩვენ ვიგრძენით, მათ გაიგეს და ჩვენ რაც ვიგრძენით, მათ გადმოგვითარგმნეს ჩვენ ენაზე და მოგცეს ჯერ კიდევ პავლე მოციქულმა თავის დროზე და სხვა მოციქულებმა და შემდეგ წმინდა მამებმა. ესეც კი საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანი მუდამ განცვიფრებაში მოვიდეს და აღფრთოვანებული იყოს და ხო წარმოგიდგენიათ სიმონ ახალი ღვთისმეტყველი, რომლისათვისაც ესე კი არ იყო, როგორც ჩვენ ვლაპარაკობთ, არამედ თავად სხვა მდგომარეობაში იყო, თავად ეგ გრიგოლ ხანძთელი მაგალითად. გრიგოლ ხანძთელის მდგომარეობა და ჩვენი მდგომარეობა ერთ და იგივეა.
ხო, როცა ადამიანი ყოველ ლოცვის ხუფლის სახელის ხსენებაზე შინაგანად გამოაცისკროვნებდა საღვთო მადლს და ენერგიას, ისე რომ ზოგჯერ მისი მოწაფეებისთვისაც კი თვალხილული ხდებოდა მასში მყოფი ღმერთი, გრიგორ ხანძთელში მყოფი ღმერთი. წარმოგიდგენიათ რა იყო და როცა ასეთი ადამიანებიც კი, თქვათ ახლა ამ შემთხვევაში სიმონ ახალღვთისმეტყველზე საუბრობდა, ბევრი ასეთი ეკლესიის ისტორიაში დარდობენ იმას, რომ აი როგორ და რა ვქნათ და ესე იგი მინდა რომ აი თითქოს მოვიდა ჩემთან და ხელი მოვკიდე და მაგრამ ისევ გამექცა და ვერ დარჩა ჩემთან და სულ აი ესე ძიებაში არიან და ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ. როგორ შეიძლება რომ ჩვენ ანუ უკმაყოფილოა სიმონ ახალი ღვთისმეტყველი. სილვან ათონელი უკმაყოფილოა. და ასე შემდეგ, რომელითი ჩამოთვალოდა, ჩვენ შეიძლება რომ კმაყოფილები ვიყოთ. არა და ეს ყველაფერი რატომ არის? ეს ყველაფერი არის იმიტომ, რომ კიდევ ვიმეორებ, გარდაცვალების მერეც კი, რომ ჩვენ რო გარდავიცვლებით, ერთგვარ პასიურ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, მაგრამ ოდესაც უფალი დაბრუნდება, ახალი ცა და ახალი ქვეყანა როცა შეიქმნება, ეს უკვე გარდაცვალების შემდგომი პერიოდია. და როცა ჩვენ ახალი ცა და ახალი ქვეყნის შექმნის წილ ჩვენ სხეულებში აღვადგენს, ოღონდ ეს როგორი სხეული იქნება, ჩვენ ხო არ ვიცით, ეს დაეთესვის ხორცი ფშვინვიერი და აღდგების ხორცი სულიერი, როგორც პავლე მოციქული ამბობს და ეს რას ნიშნავს, ჩვენ არ ვიცით, აი მაშინ კვლავ გაგრძელდება შემოქმედებითი სწრაფვა ღმერთისკენ, რომელსაც დასასრული არ ექნება. ოღონდ ეს დასასრული ისე კი არ არის, რომ ადამიანი იტანჯება, არამედ ყოველ საფეხურზე სრულ ბედნიერებას განიცდის, რომელიც კვლავ არის წინაპირობა შემდგომ საფეხურზე ასვლისა და ასე დაუსრულებლად. ანუ ჩვენ სრულ ქმნილებას დასასრული არ აქვს. ეს არის ჩვენი სარწმუნოება, ამას გვეუბნება ჩვენი რწმენა, იმიტომ რომ თან ღმერთი ხარ მადლით, მაგრამ თან მას როგორც შემოქმედს და ერთადით ჭეშმარიტ ღმერთს ბუნებითად მაინც ვერ მიწვდები. ანუ ღმერთი ხარ მადლით, მაგრამ ბუნებით ღმერთისაკენ სწრაფვა უსასრულოდ გაგრძელდება. თან უცნაურია კიდევ ის, რომ ჩვენ ვიცით, რომ მარადიული სიცოცხლე დროს არ ნიშნავს. ანუ ისეთი ყოფიერების უცნაური ფორმაა, რომ თან დროც არ არის და თან განვითარებაც არის. მოკლედ არ ვიცით. მაგრამ ერთი რამე უდაოდ ვიცით, რომ არ შეიძლება ადამიანი მოვიდეს კმაყოფილებაში და ამდენი კიდე იმიტომ ვისაუბრე, რომ თუ სადღაც ოდესმე ხანდახან რაღაცა შემოგვიჩნდება ეს დემონური ხიბლი, რომ ყველაფერი კარგად გააქვს, იცოდეთ რომ ეს ეშმაკი არაფერი კარგად არ გვაქვს. არ გვაქვს არაფერი კარგად. უფალი ხაზს უსვავს, რომ მრავალი მათგანი თქვენ მეტყვით სასუფეველში ჩემ წინაშე რო წარდგებით. უფალო, ჯერ ესე ამბობს, გახსოვთ ხო? არა ყოველი ის, ვინც ამბობს უფალო, ვინც ლოცულობს, ვინც ქრისტიანია. ის ყველა ეს ადამიანი კი ვერ მოვა ჩემთან, კი ვერ იქნება სასუფეველში. აბა ვინც ჩემ ნებას აღასრულებს და მე მრავალი მეტყვიან უფალო შენი სახელით წინასწარმეტყველებდით, სასწაულებს ვახდენდით. შენ წინაშე ვიყავით. არ გიცნობთ მოქმედო უსჯულოების ანუ შეიძლება ჩვენი რელიგიური ცხოვრება ესეთი ძლიერი იყოს, რომ სასწაულ მოქმედნიც კი ვიყოთ, წინასწარმეტყველნიც კი ვიყოთ. ლოცველნი, მაზიარებელნი, ყველაფერი და რა და ღვთისნების აღსრულებელი არ ვიყოთ. ანუ ხას უსვავს უფალი, რომ ეს ყველაფერი ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი არის, რომ ჩემ ნების აღსრულებელი იყო. ჩემი ნების აღსრულებელი იყო. რა არის ღვთისნება? მე ხო ცხონება ვიცი რაც არის, ეს არის მადლით ღმერთობა. ღმერთი ერთადერთია სამყაროში. ეხლა მე ცხოველი ხო არ ვიწვთვნებით, ხო მე ხო თავისუფალი ვარ. ანუ თავისუფალი ყოფიერება მაქვს და ამ თავისუფლებით რომ მე ბედნიერი ვიყო, ერთადერთი საშუალება არსებობს, რომ ღმერთივით ვიყო, იმიტომ რომ სხვა თავისუფალი ყოფიერება სული სისავსე სიკეთისა და ბედნიერებისა მხოლოდ ღმერთია და სხვა ტიპის არ არსებობს. ის არის ნათელი მხოლოდ, სხვა ნათელი არ არის. ის არის სიცოცხლე მხოლოდ, სხვა სიცოცხლე არ არის. ის არის სიყვარული მხოლოდ, სხვა სიყვარული არ არის. ის არის ბედნიერება მხოლოდ, სხვა ბედნიერება არ არის. აქედან გამომდინარე ხო ლოგიკურია, რომ ჩემი მდგომარეობა მის მდგომარეობასთან თანხვედრაში უნდა იყოს, სხვა არ არსებობს.
როგორც მკვდარი და ცოცხალი განსხვავდება, ისე განსხვავდება ღმერთის ყოფიერება ყველაფერი დანარჩენი ყოფიერებისაგან. ღმერთის ბედნიერება ყველაფერი დანარჩენი ბედნიერებისაგან. ესე იგი მე რო ვიყო ბედნიერი, ანუ მე რო ვიყო სასუფეველში, ასას ბედნიერების რაღაც სიმბოლოა, სიტყვა, ხო? ანუ ჩემი ცხოვრება, ესე იგი მის ცხოვრებასთან თანხვედრაში უნდა იყოს, მით უმეტეს ამის პოტენცია ჩემში არსებობს, როგორც ღვთის ხატ და მსგავს არსებაში. ჩემი ცხოვრება რომ მის ცხოვრებასთან თანხვედრაში იყოს, ჩემი აქტიური ენერგია ბუნებითი მის აქტიურ ბუნებით ენერგიასთან ხო თანხვედრაში უნდა იყოს. ხო არ შეიძლება ის იქით იყოს და მე აქეთ იყოს. ეგ არის ცოდვა. ცოდვა არის ღვთის ნებასთან თანხვედრაში რო არ ვარ. ესე გამოდის რომ მე ღვთის ნების აღსრულებელი უნდა ვიყო და თუ ღვთის ნების აღმსრულებელი არა ვარ. მაშინ ჩემი რელიგიური ცხოვრება როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს და არ არის, კაცო 1000 წარმართული რელიგიებია, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ ბიბლიაში ვეკითხულობთ, სასწაულები ხდებოდა, სასწაულებს ახდენენ. ადამიანს ისეთი ფსიქოსომატიკა აქვს, ისეთი ენერგია აქვს, ისეთი რაციონალური გონიერი აპარატი აქვს, ისეთი ინტუიცია აქვს, რომ სასწაულებს ახდეს და არა მარტო ტექნიკური პროგრესის თვალსაზრისით, არამედ მისტიკურათაც. ეს არაფერს ნიშნავს. არაფერს ნიშნავს. და აი ღვთის ნების აღსრულებელი ადამიანი არის ის, რომელიც მიისწრაფის იმ სრულყოფილებისაკენ, რომლისაკენაც ღმერთი მოგვიწოდებს. და ჩვენ ვიცით, როგორ უფალი, როგორ გვაძლევს მცნებად, იყავით სრულყოფილი, როგორი თქვენი ზეციური მამაა სრულყოფილი. დღესაც პავლე მოციქულთან კითხულობდეს მეორე ტიმოთეს ეპისტოლე. როგორ გვეუბნება, რომ ღვთისკაცი სრულქმნილი უნდა იყოს, სრულქმნილი უნდა იყოს. ჩვენ გვეუბნება ქრისტიანებს, გვახსენებს ღვთისკაცი, ანუ ქრისტიანი ხარ, უნდა სრულყოფილი იყო, სრულქმნილი უნდა იყო. ეს რას ნიშნავს? და ამ დროს ჩემს მზაობას, მობილიზებას წარმოაჩენს, ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებად გამზადებული უნდა იყო. ანუ რას ნიშნავს სრულქმნილი? მას მრავალი ნიშანი აქვს. გასაგებია, რომ ღმერთის მსგავსი უნდა იყო, მაგრამ ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ბევრ რამეს ნიშნავს. ერთ-ერთი რასაც ნიშნავს, ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებად გამზადებული. ის კი არა თქვათ, რომ ჩვენ ხო ვიცით, როგორ ვაკეთებთ კეთილ საქმეს ხშირად. ყველაფერს ეს მე მეხება, სხვას ეხება, ეკლესიას ეხება, საერთოდ ნებისმიერ საქმეს საკუთარი სხეული უნდა ავათრიო, საკუთარი დაცემული ბუნება უნდა ავათრიო, ხო? და რა არის ამის მიზეზი? ამის მიზეზი სწორედ ის არის, რომ ჩემი ნებელობა არის დომინანტი ჩემში, ჩემი ნება დომინირებს ჩემში და არა ღვთის ნება. და სრულქმნილებისკენ სწრაფვა ერთ-ერთი ნიშანი ეგ არის, ყოველი კეთილი საქმე, რა არის კეთილი საქმე? და რა არის კეთილი საქმე? საღვთო საქმეა. რა არის საღვთო საქმე? მწამდეს იესო ქრისტე. ეს პირდაპირ პასუხია ეგეთი. გახსოვთ ხო წმინდა წერილში? კითხებიან მოწაფეები. რა არის ღვთის საქმე? ღვთის საქმე არის წამდეს ვინც მან მოავლინა იესო ქრისტე. ანუ და რას ნიშნავს წმენა ქრისტესიდან? ნუ ეს მისი ერთგულება, მისი ეკლესიის ერთგულება, მასთან კომუნიკაცია, მისი მიბაძვა, მისი მსგავსება და ასე შემდეგ. მისი ყველა და გულში რომ მე მადლის წყარო იბადება. და აი ეს ყველაფერი ნახეთ როგორ არის ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებად გამზადებული. ანუ ღვთისკაცი სრულქმნილი უნდა იყოს ყოველი კეთილი საქმის აღსასრულებლად გამზადებული. Აი იარაღზე რო ჩახმახი რო არ შეყენებული და მზად რო არის ყოველ წამს შეიძლება გამოეკრას. აი რაღაც ეგეთი მზაობა უნდა ქონდეს ყოველ წამს. ეს კიდევ რაში ვლინდება და ეხლა პავლე მოციქული ტიმოთეს ესაუბრება, ტიმოთე რომელიც სასულიერო პირია, ეპისკოპოსია, მას პერსონალურად პირადად ეხება როგორც სასულიერო პირს, თუმცა როგორც ხშირად გვითხოვს, მისიონერობა ყოველი ჩვენგანის ვალია, ოღონ თავისებურად თავისი ნიუანსი აქვს ერის ადამიანის მისიონერობას, მაგრამ ამავე დროს ის ვალდებულებაა და როცა ამბობს კეთილი საქმის აღსასრულებად გამზადებული უნდა იყო, მე აგზელებს იქადაგე სიტყვა თავს ადეკ დროულად თუ უდროოდ, ანუ იქადაგე სიტყვა ნიშნავს, რომ ესე იგი ღვთის სიტყვა გავცელდეს და ეს შენი მზაობა მოციქულებრივი მოღვაწეობისა ნიშნავს, რომ ხო ადამიანების წინაშე აკეთებ ამას და თითქოს ესე დამდგარი ხარ მათ თავზე და
თითქოს ერთი წამი მოსვენება არა გაქვს, რომ ქრისტეს საქმე არ გაჩერდეს დროულად თუ უდროულად, ჟამითი უჟამოთ ძველ ქართულად. სულ, ანუ არა აქვს მნიშვნელობა დღეა, ღამეა, სულ ერთია, დაღლილი ხარ, დაღლილი არა ხარ, გძინავს, ხიზლობს, რასაკეთებ, ტაძარში ხარ, ტაძრის გარეთ ხარ, არა აქვს სამსახურში ხარ, ბაზარში ხარ, ოჯახში ხარ, მონასტერში ხარ, სულ ერთია. შენ ყოველთვის უნდა გქონდეს მზაობა დაამოწმო, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. აი ეს ამას ნიშნავს ეს. მერე უკვე სასულიერო პირის ვალდებულება ამხილე, შერისხე, შეაგონე, როგორ მთელი დიდსულოვნებით და სწავლებით. სხვათა შორის ერთ-ერთი რის გამოც ყველას არა აქვს მხილების, შერისხვის და შეგონების უფლება არის ის, რომ რაც მერე მოყვება იმის შესაძლებლობა არ აქვს. მთელი დიდსულოვნება და სწავლება. ანუ ადამიანმა თავად არის ის. არ არის დიდსულოვანი რას ნიშნავს? ყოვლად მიმტევებელი სიყვარულია. ქრისტეს დარის სიყვარული აქვს ადამიანს. მოყვას ის ცოდვისადმი. თუ ეს ქრისტეს დარი მიმტევებლობა არა გაქვს და სწავლება, ანუ არ იცი, არ გესმის ქრისტიანობა. მაშინ არა გაქვს არც ხილების, არც შერისხვის, არც შეგონების უფლება. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხა ამას საუბრობ და მე ვუტრიალდებით საკუთარ თავს და რამდენად ვაკმაყოფილებთ ჩვენ ამ მოთხოვნებს, ამხელა კითხვის ნიშნებია. თან ნახეთ როგორ ამბობს პავლე მოციქული, ეს არის 2000 წლის წინ და დროს ეშურება. აი ხშირად გითქვია ხოლმე რომ ჩვენ პირად საუბრებში არ მახსოვს შეიძლება ამბიონიდანაც თუ ატყობთ, არა როგორ არა გითქვია ამბიონიდანაც მithქვია როცა თქვა თქვენ შრომობთ და თქვენი ხელით კეთდება უამრავი რამე აქვს. მე ცალკე შეხვედრები როცა აქვს ხოლმე იმ ჯარისკაცებთან, ყველაზე დიდი თანამდებობა ხომში ჯარისკაცობაა და იმ ჯარისკაცებთან, რომელიც ფიზიკურად ნიჩბით და თხელთათმანებით რომ მუშაობენ აქ, ამაზე დიდი არავინ არ არის აქ. აგერ პავლე მოციქული 2000 წლის წინ ამბობს. როცა ეუბნება რომ იქადაგე სიტყვათ თავს ადეგ დროულად და ჟამითი უჟამოთ, ამხილე, შერისხე, შეაგონე, რომ ესე იგი მთელი დიდსულოვნებით სწავლებით, ანუ ეს არ მოეშვა 2000 წლის წინ. მე ეუბნება, რადგანაც მოვა დრო, როცა აღარ გაიზიარებენ მასულდგმულებელ მოძღვრებას, არამედ თავიანთი ჟინით შეკრებენ მოძღვრებს, რათა მათი სიტყვების საამოთ ელამუნოს მათ სმენას. ძველ ქართულად უფრო ლამაზად არის, უბრალოდ გასაგები რო ყოფილიყო. ეს არის მეორე ტიმოთეს ეპისტოლე, მე-3-მე-4 თავებია და თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ. ანუ დადგება დრო და ეს დრო 2000 წლის წინანდელზე ამბობს და ეხლა ვერ ხედავთ რომ ეს დრო უკვე დამდგარი კი არა. გაჟღენთილია მთელი სამყარო ამ დროთი. ადამიანებს არათუ სულიერი კულტურა აღარა აქვთ, რომ სულიერი სიტყვა გაიგონ, არამედ ლოგიკური აზროვნების უნარიც კი დაკარგულია. იოსებ ბატოპედელი ამბობდა, აი ჩვენი დიდი იოსებ ისიქასტის შვილი, იოსებ ბატოპედელი. თქვენ ის წაკითხული თუ გაქვთ მისი წიგნი, ხო გეცოდინებათ, რასაც მე გეტყვით, რომ მაგას დარდობს, რომ ადამიანები არათუ სულიერად ვერ იგებენ ქრისტიანობა რა არის, ამას სულ ვაწყდებით მუდამ. რამდენჯერ მithქვია პერსონალურად ადამიანისთვის, რომ კაცო, შენს ქრისტიანობა საერთოდ არ გესმის. არ გესმის, თავიდან უნდა დაიწყო ეხლა შენ, თავიდან მოსაქცე, შენი მსოფლმხედველობა, სახარების წინააღმდეგ არის. წარმოდგენა არა გაქვს. და იოსებ ბატოპედელი ამბობს, რომ არათუ სულიერად ვერ ხვდებიანო ადამიანები. ლოგიკური აზროვნების უნარიც კი დაკარგული აქვს. ანუ ანალიტიკური აზროვნება რასაც ქვია, ჩვენი პატრიარქი რომ 20 წელიწადზე წინ 20 წლის წინ 25 წლის წინ იზახ ამბობდა, რომ ანალიტიკური აზროვნება ვასწავლოთ ჩვენ ახალგაზრდებსო და ადამიანებს არ აქვთ ანალიტიკური აზროვნების უნარი და შედეგი სახეზია ჩვენ ქვეყანაში ეს არის ზუსტად ორი პრობლემაა. სულიერად ველურები ვართ, სრული ველურები ვართ, მინდა გითხრა სულიერად. აბა დავითვალოთ, რამდენი პროცენტი ქრისტიანებისა, მონათლული ადამიანებისა ეზიარება ეკლესიაში. შეიძლება 2%-იც კი არ იყოს საქართველოში. და ანუ ის სიმბოლური 10 რიცხვიც არ იყოს. სოდომ გომორის გადარჩენა რა შემთხვევაშიც მოხდებოდა. სულიერად, სრულად ესე იგი ბანკროტები ვართ. ანალიტიკური აზროვნება და ადამიანების ერთადერთი არგუმენტი, ერთადერთი აქსიომა, ერთადერთი ყოფიერების პრინციპი არის საკუთარი სიმართლე. საკუთარი სიმართლე. არც მეტი, არც ნაკლები და ეს ადამიანზე მიგვიყვანს მე არ ვიცი. ხო და აი პავლე მოციქული 2000 წლის წინ ამბობს. ესეთი დრო მოვა და
ესე იგი ისეთი მოძღვრებები იქნება სიამოვნებად, რომელიც მათ ყურს ასიამოვნებს. რა მოძღვრება გესიამოვნება ადამიანო, რომელიც შენ სიმართლესთან თანხვედრაში. ჩვენ ხო ვიცით, სახარება არ არის სასიამოვნო. სახარება შენი სიმართლის საწინააღმდეგია. მხოლოდ ის გსიამოვნებს, რაც შენი სიმართლესთან თანხვედრაშია და გესმით რა როგორ და ეს იდეოლოგია, თანამედროვე დემონური იდეოლოგია მსოფლიოში როგორ მუშაობს და როგორ არის რომ მასებს რო ასე აზვირთებენ ხოლმე. ჰიტლერი წარმოიდგინეთ. კაცმა ესე იგი სრული ბანკროტი იყო, მხატვარი ვერ გამოვიდა, სამხედრო კაი ვერ გამოვიდა, არაფერი არ იყო და უცებ აღმოაჩინა რომ ნიჭი აქვს, რომ ადამიანებზე ზემოქმედება შეუძლია სიტყვით. და სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში, იმიტომ რომ 13 წელიწადში თავის მოღვაწეობა დაასრულა თვითმკვლელობით ჰიტლერმა. მეორე მსოფლიო ომის ამაში შედის და ყველაფერი. რამდენიმე წელიწადში ეს გერმანელი გონიერი ბახის ერი, ბახის და კანტის და ჰეგელის ერი დააყენა თავის სიტყვის ქვეშ და ყველა ხელაწეული ესე იგი მოკლეთ რა. როგორ მოხდა ესე? დაცემული ბუნების ეს ნიუანსები გაიგო. ანუ ეშმაკმა უკარნახა და რაც დაცემულ ბუნებას სიამოვნებდა, იმას ამბობდა და მთელი ხალხი აზვირთდა. დღეს რას ამბობენ? როგორ ფიქრობთ? რა ისმის სამყაროში? რა ისმის? განა დღეს ზუსტად ის არის ისმის, რაც დაცემულ ბუნებას ასიამოვნებს. აგერ ჩვენ ქრისტიანები ვართ და ჩვენ გვსიამოვნებთ, თორსა ჩვენ სიმართლეს აამებენ ხო. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ ეს კატასტროფულად საშიშია. წარმოგიდგენიათ რა ემართებათ ადამიანებს, რომლებსაც აი ეს კონტროლი, ღვთისნება რო კონტროლად არ აქვს, რა ემართებათ. და მე აგზელებს, ყურს აღარ ათხოვებენ ჭეშმარიტებას, ანუ ქრისტეს ყურს აღარ ათხოვებენ და ზღაპრებს მიუბრუნდებიან. სად მიუბრუნდებიან? რაც ქრისტემდე იყო. იქ იმას მიუბრუნდებიან. თუმცა პავლე მოციქული არ ნებდება, რა თქმა უნდა, და ტიმოთეს ეუბნება, მაგრამ შენ ყოველ წამს ფხიზლად იყავი და ფხიზლად იყავი რას ნიშნავს? ანუ ეს რაც წეღან თქვა, იქადაგე, თავს ადეგ, ჟამითი უჟამოთ, ამხილე, შერიცხე, შეაგონე, ოღონდ იცლონებით, სწავლებით, ანუ აქტიური იყავი, ეს ნიშნავს იმას, რომ სამყარო აღდგება შენ წინააღმდეგ. ერთ-ერთი მიზეზი თქვენ გონიათ რა შავი ჯიპებისთვის ებრძვიან ეკლესიას? გასაგებია ჩვენ ბევრ საკითხში უღირსები ვართ სასულიერო პირები და ჩვენი მსახურების შესაბამისად მე არ ვიცი სხვაზე რა ვილაპარაკო. მე რო ჩემთვის ვარ განმარტოვებული, მე არ ვიცი რა ნაგავიც ვარ და საერთოდ ღლობის კი არა, ქრისტიანად წოდების ღირსიც არა ვარ. მე არ ვიცი ესა. მაგრამ მე ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩემი ბინძური გულის გამო კი არ ბკოლდება ადამიანი. ქრისტეს ატანა არ აქვს კაცობრიობას. ქრისტეს ატანა არ აქვს. კაი, მე ნაგავი ვარ, ქრისტე რაღაცზე მოკლეს. მთელი ეკლესიის ისტორია, რატომ არის ეკლესიასთან ბრძოლის ისტორია? აი ეს არის. ამიტომაც როგორც კი შენ ეკლესია ამ შემთხვევაში და ჩვენ ეკლესია ვართ, როგორც კი ჩვენ მოვინდომებთ, რომ დაბამოწმოთ, რომ ქრისტე არის ღმერთი და ფხიზლად იყავი, ამას ნიშნავს, იმ წამსვე ეს სოფელი აღდგება ჩვენ წინააღმდეგ და ამიტომ ეუნება ტიმოთეს დაითმინე ბოროტება. ერთადერთი ბოროტება არსებობს სამყაროში, ეს არის ეშმაკი. ანუ ღვთისნების საწინააღმდეგო ნება. ღვთისნების საწინააღმდეგო ნებაა ბოროტება. გარდაცვალება კი არ არის ბოროტება და რაღაც განსასწრელი კი არ არის ბოროტება. ღვთისნების საწინააღმდეგო ნება არის ბოროტება, რომელიც რა თქმა უნდა, რომლის პირველი გამომხატველი ეშმაკია და ყველა ის ადამიანი, ვინც მის ეშმაკის ლოგიკით ცხოვრობს. ამიტომ ეს ყველა აღდგება ეს ეკლესიის წინააღმდეგ ესეთი ადამიანები და ამ დროს როცა ჩვენ ერთის მხრივ ფხიზლად უნდა ვიყოთ და შესაბამისად აქტიურად, მეორე მხრივ ეს ნიშნავს რომ მოგვიწევს ის რაზეც პავლე მოციქული გვაფრთხილებს, დაითმინე ბოროტება და არ გაჩერდი, აკეთე მახარებლის საქმე და კეთილად აღასრულე შენი მსახურება. და აი ამ ყველაფრის კეთებაში, მადლობა ღმერთს, ორიენტირი გვაქვს. ეს ორიენტირი არის ღმერთის მიერ დატოვებული სიტყვა, ვერბალური სიტყვა, ადამიანურ სიტყვაში შეფუთული galaktikების შემოქმედის ენერგია, რომელიც ყველას ხელდგვიპყრია. ეს არის წმინდა წერილი, ამიტომაც
გვახსენებს პავლე მოციქული, რომ მთელი წერილი ღვთივსულიერია სარგო სასწაულად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და სიმართლის შესაგონებლად, ანუ ჩვენს ორიენტირად მოცემული, რომ ჩვენ შევძლოთ, რომ ჩვენი ნება მუდმივად დაუქვემდებაროთ საღვთო უწმინდეს ნებას. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.